მაინტერესებს ჩემთვის სულ ერთია საქმეზე რა ლაპარაკებ. მეორე ვარიანტი. გაუმარჯოს. ვისაც არ გიყურებიათ ფილმი MasterChef-ი კი არა. შეფ მზარეული MasterChef-ი. უყურეთ, ძალიან კაია. ოღონდ მართლა. სათვალისთვის შემოველი, იმიტომ რომ მზე მაწუხებს და თვალებს მტკენს. ქუში რო ვიყიდე, მინდა ეს დავტესტო, სანამ თავს დავიბანო. სანამ ვიბანავებ, ჩამოვიზუნგლოთ, როგორი იქნება, ვნახოთ. და დღეს უნდა დავიბანო თავი იმით. ოკეი. ოკეი, იმ შამპუნს კაცო რაც ვიყიდე. რა კარგად დავჯექი. აუ რაც უნდა უჭყუტუნებს რა. ანა და მოიცათ 2 წამი. ცოტა უკან გაგწიოთ და ეხა ფარდა მაქვს ხოლმე ძირითადად სუმასი აწეული და ეხა ავდგები და ჩამოვწევ. ოღონდ თქვენ არ გადაცვიდეთ. 2 წამი. 2 წამი. აი ესე მაქვს ხოლმე გაკვანძული. აი ესე ქენი ქალო. დაისვენებ შენცა და მეცა. აჰა. ხო კაი. ჩვენიერი, ამით მაქვს ხოლმე შეკრული. ეს ადრე ამანათში დო ის და მომეწონა რაღაცა აბრეშუმის თუ რაღაცა საფივითარი და ამით უკრავ ხოლმე ფარდებს. ძალიან შორს ვარ ხო? ეც ვიცი. გაწმენდა მინდა. გაწმენდა დიდი დავწმინდა. ესე იგი ისაო ეცა სახეს რა უყავიო. But შორის დღეს აღარაფერი არ მაქვს ისეთი ძალიან აი ხო სანამ ეხა ვინმე მეწყვის რომ ეგ რატო წმინდაო შიგნით ამაქვს საწმით და მეზარება გამოტანა ხო რა აი ესე თვალები არ მტკივა ხოლმე ზოგადად ის მეორე თვალი უფრო მიცავს იმიტომ რომ იმას ეფერება შუშები მზეზე მე ეხა ამის წასვლის დროს ახლა მოგწევთ რა და შორს ხართ და გონია რომ მეზობელს ველაპარაკები ფანჯრიდან ან აიმით და ასე რომ იყოთ რა ხო კი კაი ესე უფრო კაი უკან მივიწევი და მზე აღარ შეგვაწუხებს წესით ეს უნდა იყოს რა ქვია სველი ეფექტითო მაგრამ გოგო მითხრა რომ ანუ სველი ეფექტიო იმას კი არ ნიშნავს სველად დაგჩებაო. ვთქვათ არ გაახმობს და დააფიქსირებს. არა და მე მინდოდა რომ სველი ყოფილიყო და ეგეთი რაღაცაც ხო არის. სველს რო იმაშვება და მე მგონი უფრო კაი იქნება სველთმაზე რომ გავიკეთო. არა? რა ვიცი, ნახოთ. რენცხენაირი სველი მას ეხა დავტესტო, იმიტომ რომ ამას შანსი არ არის დაბანილი თავზე აღარ წავის. თან Head and Shoulders-ით უნდა დავიბანო. ძლივს ვიყიდე, ხალხო სუჯანი იმადნებოდა. ფული რო გადავიხადე. ნუ მაია მომწერა აფთიაქებში რატო არ ყიდულობ იაფია უფრო და აფთიაქში უფრო ვერ ხვდები გოგო. ლაშაკი ხდება ხოლმე. რა ვიცი, არასოდეს არ მიყიდია აფთიაქში ისა. შამპუნი. ხო და სახეზე ვამბობდი წელს, სახეს რა უყავიო. რაღაცა აქ ისა წარბი მქონდა ჩაბრუნებული და ხო იცით რომ აი ლაფატკას რომ მისცემ ადამიანს და გათხრის აი გავაკეთე. მე რაღაცას უყურებდი და ეს ერთი ხო იცი პირს რო აურთავ ფრჩხილით მე რა დიხარ და აი ეგ გავაკეთე ამ დღეების მანძილზე. ხო და სადღაცას მაქვს Greenway-ის ტილო. ანუ ესეთი პატარა უთკუთხედია მადონამა ჯუქა ჩემო ბიძაშვილმა რომ იმისთვის არის რა დაასრულებ და სახეს იწვედა და მართლა ძალიან მაგარი არის. ნუ მარტო საერთხი საპუნთ უნდა გარეცხო ოღონდ მე. თორე სხვა რაღაცით რო გარეცხო ბუჭდება. ხო და ეწყობა საერთხში მაქვს შეყოლილი. მაგით უნდა გამეწმინდა.
მთლიანობაში ესეც მომიჩა, ანუ გუშინ რაღაცას უყურებდი და რას უყურებ, ხო იმ ფილმს რო უყურები, თურქული ფილმს უყურებ მეთქი რა და რამდენჯერმე დავიჭირე ჩემი თავი, რომ აი კიდე რაღაცას ვეძებ რა, აი არსად რო არ კიდე და ეს რო ძლივსი საქმე იქნა გამიარა და აი ოდნავ მაქვს რა რაღაცა ესე ვიპოვე და როგორც კი აი ეს კიდე უნდა ამეცით რა და რაღაცა ჩემთავს უთხრა რომ დააყენე ქალხელები ხვალზე რესტორანში მიდიხარ და თლიან თავზე დიდი მუწუკი თავი მექნებოდა თავის მაგიროთ მუწუკი მექნებოდა ხო და გავაჩერე ხელი გახმა ვინცა შეიძლება ანუ მოდით რას ვიზავ სამხარეს ცოტა დავისველებ და სველზე დავიტან და სამხარეს ცოტა ისე იქნება ისე გამიხმეს თავი რომ head and shoulders-მა ვერ ვიშველოს მოდი აი ამაზე ცოტა დავისველებ თმას ექსპერიმენტი ჩავატაროთ ამ ვიდეოს დავდებ დაახლოებით 12 საათისთვის ეხლა არის 10-ია და მეორე ვიდეო დავიწყე ნუ 11-ის 15 წუთი ხო და ხან არის ხოლმე ამ დროს პირც არ აქვს დაბანილი ხო და ესეთი ანუ ფსიქოლოგიურად მივეჩვე იმას რომ გარეთ ცივა რა და თოვლიც რო აღარ ანუ არის მაგრამ ზე უფროა და უკვე ის არის ჩემი გამარჯვების პერიოდი მოვიდა და ხვალე ხო ფსიქოლოგიურად ვიქნები ძვირფასად რო ხვალია პირველი მარტი ხალხნო გაზაფხული მოვიდა არ მოვიდა მაგრამ მოვიდა კლასელები ჩატში წერენ სავარაუდოდ кейფზე ვინმე რა მიახსენოს кейფი გავлюбიო არა კაი იყო 20 წლის თავი ბანკეტზე რო ვიყავი ხა უმაგარი იყო ვისი ამოვნე რა ქვია ემოციურად უფრო მოდი ხა ეს სულზე წავისვათ და ვნახოთ რამდენად სულს და ტოვებს და აქეთაც წავისვათ და ვნახოთ შევადაროთ ანუ თლაც სველი არა მაქვს მაგრამ მინდა რომ ვნახო მოვძებნო ის რა შეიძლება ჩავიცვა ზეგ რაღაცები კი მაქვს მაგრამ თხელია და კი კარგად კაბაკ თხელეს აი არა და ის ხო ვიცი რაც უნდა ვიყიდო მიველი ბაზრობაზე უნდა ვიყიდო კარგოდკა თან ვუთხარი არც ხელი არც თხელი აი ეს ამაქვს ძვირფასი აი იყო მომწ დახედე ქალო 10-დენია წელი რა ამ გამყიდველებისაც მიყვირს მე რა ადამიანი რაც აი ცოტას მე არ დავაკვირდია მაინც ხო უნდა ვიყიდო და ის მომეცი რაც მინდა ფულს ხო მაინც გიხდია რა თან გეუბნები და იცი რა თან მე რო იტყვენ მიტყდებასავით რომ რადგან ვუთხარი ანუ აღარ ვამოწმებ რა იმასავით არის ფეხსაცმელს რო იღებ და ორივეს რო შეამოწმებ ხოლმე ერთი და იგივე ზომა მიგაქვს თუ არა ეხა ისე ვიზავ რომ ეს ერთ ჯერზევე არ წავისვა აბა მოვიდე მან გადი გარე ჩქარა ვითომ გავიდა ნუ მოკლედ ხამას დავაფარებ არ ვიცი ეს აქ რა ქნა აი ეს უფრო მაინტერესებს აი ამ სველ ეფექტს რამდენად დატოვებს თან ესე არ მინდა გაფშლეკილად აი მე მინდა რომ აი ხო ხდებით ეს ცოტა ისეთი თემა რო აიცა ამას დავაფარებ თორე აშკარად დაუკლეფავში გადავედი ერთი მამალი კატა შემოჩვეულ თან ამ პერიოდში ხო იცით მარტი მოვიდა და ატყდა ხო და შარშან ჩემი ფისო პატარა იყო და იმიტომ დაეხოცა გახსოვთ თან სხვათა შორის არ ვიცი გახსოვთ თუ არა მახინჯი ერთი იყო მახინჯი ანუ მახინჯი როგორ ერთ თათზეო სამი ის ქონდა ჩიტი და მეორეზე ორი ანუ ესა და ეს ხო და ძალიან კი ვიწვალი გახსოვთ მაგათ გადარჩენაზე პატარა იყო თვითონაც არ იცოდა უნდა ეჭმეინა თუ არა და რაღაცა და ძალს მე ვიყავი ძალს ნუ მოკლედაც არის ეგ არის ეხლა რაც შეეხება დღევანდელი ვიდეოს თემას
რამდენი ხანია ეს ვიდეო მინდოდა რომ ჩამეწერა რა. ეს კარგად ყველა ჩანს ეს კოჩრიანი ყვავილი დატყდა იქ. რამდენიმე ხნის წინათ მინდოდა რომ მაგ თემაზე ვიდეო ჩამეწერა. ვიდი დამიწვა. სადავ დომერ ცოტა ხანი აქ დაბლატავთ. ერთი ორი წუთი დავიხე. რამდენიმე ხანია მინდა რომ ამ თემაზე ვიდეო ჩავწერო. და თან რა სიტუაცია იცი კიდევ ფიქრობდი ამაზე. ანუ ჩამეწერა და არა კი არა, ანუ იმდენად მოკლედ. თემა იყოს ესეთი არა. რამდენად შეუძლია ადამიანს მეორე ადამიანი ჩააქროს. რამდენად შეუძლია ერთ ნახევარს მეორე ნახევარს დაუკარგოს სიცოცხლის უნარიანობა, დაუკარგოს ფიზიკური შეხედვით, ანუ ჩააქროს ეს. ჩემთვის ეს სიტყვა კარგად არის მაგის აღმნიშვნელი რა. რამდენიმე ხნის წინ მოკლედ მქონდა შევხვდი ადამიანს, რომელსაც ვიცნობდი წლების წინ დაახლოებით ივანე არ იყო ჯერ დაბადებული. ნუ კაი, თქვათ ესე 16-17 წელი ეს ადამიანი არ მინახე. და ვნახე. ანუ შორიდან ვნახე, მაგრამ ახლოდანაც ვნახე მე. და იმდენად იმოქმედა ამან ჩემზე, რომ მე თვითონ ვიყავი აი შოკირებული, მე თვითონ ვიყავი გაბრაზებული, რომ როგორ შეიძლება და ეს ადამიანი ასე ჩამქრალიყო. იმ 17-18 წლის წინ არა ძალიან მომიდო. ნუ კაი ხო, იყოს ეგე. ეს ადამიანი იყო ხმაურიანი, სიცოცხლით სავსე, სულ რო იცინოდა, ხუმარა, ბედნიერი, უხაროდა ურთიერთობა, უხაროდა ყველაფერი უხაროდა. ანათებდა. დიდად კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ მქონდა შეხება ამ ადამიანთან და ვიცოდი როგორ უყვარდა სიცოცხლე, ხიარულება, ურთიერთობა, მოკლედ ყველაფერი. და მე ეს ადამიანი ვნახე ნაცრისფერი. მუქი ნაცრისფერი, ჩამქრალი. არანაირი ნაპერწკალი აღარ ქონდა თვალში. და აი შემეცოდა. ვიგრძენი ის შემეცოდა იცი რა ხო აურა უბედურია და რაღაცა იგითი არა. აი მეწყინა შემეცოდა რომ ეს ადამიანი ესე ჩაქრა და ეს ყველაფერი იყო მეორე ნახევრის დამსახურება. და იცი რა მაინტერესებს, აი როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი და თან იმას ნენელა ჭამდე. როგორ შეიძლება ერქვას და გერქვას შენი მეორე ნახევარი და შენ იმას აქრობდე ნენელა. ხა მესმის არის და ბევრი ის არის რომ სიტუაცია რომ ვიღაცას რაღაცას უკრძალავს, რაღაცის უფლებას არ აძლევს. ეგ მესმის. და მესმის როგორ გამიგია. მაგრამ აი ისეთი ალბათ ადამიანის ფსიქოლოგიაზეც არის რამდენად კარგად და იმას იზავს რა ქვია, ამისგან დაიცავს თავს, რომ ანუ თავისში არ დაკარგოს, მაგრამ ძალიან ძნელია ეს, რომ ამდენი წლის მანძილზე შენ ისევ შეინარჩუნო რაღაცა სიხარული, იცოდე რომ რაღაცა აი საღამოს რომ მაგალითად შეიძლება არაფრისგან რაღაცა შარი მოგიდონ. არ მოგცენ რაღაცა ელემენტარული რაღაცის უფლება, თუნდაც ჩაცმის, თუნდაც წასვლის და შენ ამ ყველაფერი წნეხის შემდეგ ისევ შეძლო გაღიმება. ეს ძალიან ძნელია და ვერავინ ვერ იტყვის მაგას, რომ აუ ეს როგორ ვერ შეძლო. არა, აი არ ვიცი. წარმოვიდგინე მე ჩემი თავი მის ადგილას და ვიფიქრე, რომ ანუ რაღა უნდა იყოს, რაც გამახარებს და ერთადერთი ალბათ ის შვილები,
ღმერთმა ჯანმრთელები უყოფოს და ბედნიერები, მაგრამ ანალოგიურადაც ხო დედის მდგომარეობა შვილებზეც მოქმედება. მე მინახია მაგალითად ისეთი ხალხიც, რომ ვიცი, რომ ოჯახში თუნდაც მეუღლესგან აქვთ რაღაცა ცოტა ისეთი ზეწოლა, რაღაცის აკრძალვები და რაღაცები და მე ამათ თვალში მაინც რომ ჩვენთან ურთიერთობა რო აქვს ხოლმე და მინახია ეს ხალხი, რომ მაინც უხარიათ სხვასთან ურთიერთობა და რაღაც, მაგრამ აი ადამიანს რომ მეტყველების სურვილი ჰქონდა წართმეული და რაღაც აი ძალიან გავბრაზდი, იმიტომ რომ მე არ ვიცი როგორ უნდა მიყვარდეს ადამიანი, როგორ უნდა, რა თქმა უნდა, უყვარს და ოჯახი და რაღაცა, მაგას ანუ მე უბრალოდ იმათ რომ ნახე რაღაცა, იმათ გადმოსახეთიდან უკვე ეს დღეებია სულ ვფიქრობ და ვამბობ და ლაშასთვისაც მაქვს მეთქვა, აი განა როგორ უყვარს, რომ ამ ყველაფერს იტანს. განა როგორ უყვარს, რომ მე მივცე ვინმეს იმის საშუალება, რომ სულ რომ ერთი ბეწოა ცხოვრება და სულ მე რომ ვთმობ და სულ შენ მაქრობ, ანუ რატო ვაძლევ თავს იმის უფლებას, რომ დავჭკნე, აი გავქრე, რომ ელემენტარული ვიღაცა რომ მოვა დიალოგის სურვილი არ მქონდეს. მარტო ესე არა, ფიზიკურად ისე იყო განადგურებული, აი მე არ ვამბობ გამხდარი და აი არა, აი სახეზე ეტყობოდა, რომ აი არ ვიცი. და მე აი მედალაშას მქონდა რა მაგ თემაზე ის ლაპარაკი, რომ აი როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს, როდესაც აი ესე ნენელა გამოგფიტა. მე ეგეთ შემთხვევაში ხა არავინ არ იცის ვინ და რას და რა გულისავს, მაგრამ ვერ გავქაჩავდი. აი ზუსტად ვიცი რომ ვერ გავქაჩავდი. აი ჩვეულებრივ რომ ადამიანმა შენმა საყვარელმა ადამიანმა დაგაჭრას ფრთები, არ მოგცეს საშუალება იმ რამდენიმე წლიან ცხოვრებაში, ისედაც რა ვიცი, რამდენი წელია ხანგრძლივობა სიცოცხლის აკლდება და აკლდება. არ მოგცეს საშუალება, რომ შენი თავი წარმოაჩინო ისეთი, როგორიც იყავი დანიშვნამდე, როგორიც იყავი გათხოვებამდე, როგორიც იყავი მეგობრებთან, როგორიც იყავი ოდესღაც. და ამ ყველაფერს აკეთებს მეორე ნახევარი. ამ მომენტში ვფიქრობ, რომ ყველაფერი არის შიშზე. ვერ დგამენ რაღაცა ნაბიჯს. მე ახლა ვიღაცა შეიძლება ეგონოს, რომ აი ოჯახის დანგრევაზე ვლაპარაკობ და აი რა მიდი რა და არ არის ადვილი. არ არის ადვილი ნამდვილად და სისულელია ეს, მაგრამ როდესაც პერსპექტივა არ არის, რომ გამოასწორო, შენ თავს უნდა უშველო, მე მგონია რა. აი კაი ერთხელ როს ცადე და კაი იქნებ გამოსწორდეს მეორედ როს ცადე. ეხლა ზოგადად ვლაპარაკობ რა, ხო არიან ოჯახები. 3ჯეროს ცადე, 4ჯეროს ცადე და 10ჯეროს ცადე და არ გამოდის არაფერი და არ არის გამოსწორებადი. ამით შენ თავიც ხო ზიანდება. ზიანდება. შვილები ხო ზიანდებიან. ყველაზე მეტად. და ის რომ შვილების გამო ოჯახი შეინარჩუნო და ის შვილები აცხოვრო თუნდაც იმ კომპლექსში და იმ ყველაფერში ეს ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ეს უნდა დააღწიო თავი ადამიანმა რა ესეთ რაღაცას. ზოგადად ოჯახი არის ისეთი რაღაც, რომ ოჯახში უფრო სწორად რა, ეხლა მე ვინა ვარ, რომ ეხლა ოჯახზე და ისეთ რაღაცაზე ვილაპარაკო და დავმოწრო ვიღაც. ანუ რაც აი იმ პერიოდში და გამოიარე ადამიანმა და რა გაქვს ელემენტარული რაღაცა გამოცდილება, კი არის რომ შემთხვევა, რომ ხან შენ ხან გაბრაზებული, ხან ის არის გაბრაზებული. არ ხარ ხასიათზე რომ რაღაცა
თუნდაც აყვე ხუმრობაში ან თუნდაც ელემენტარული ბავშვებზე ხარ გაბრაზებული და მოკლედ რა ხდება ოჯახში ყველამ კარგად იცის და ელემენტარულია მაგრამ რაღაც მომენტში უნდა ისწავლო რომ ხან შენ გაატარო ხან იმან გაატაროს ხან რომ რაღაცა იმას იზავ გაანალიზო რომ არ უნდა გაგეკეთებინა და ეს უნდა აღიარო ანუ ოჯახი არ არის ის მარტო რომ დათმოს ერთმა შეწვიროს თავი ერთმა არა ორივემ უნდა გააკეთოს ეს თავიანთვის პირველ რიგში ოჯახისთვის თავიანთვის იმიტომ რომ მათ შემდეგ იბადებიან ის ბავშვები და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ბავშვები არ არსებობს შეხმატკბილებული ოჯახი რომ არ არსებობს ოჯახი საათივით რომ ქონდეს აწყობილი ურთიერთობა ძალიან ბევრჯერ გვითქვია კი მეც მითქვია კიდეც რა და აი რომ გაგვიგია რომ აი ვიღაცას რაღაცა აი ფულზე როა რომ აი რა ენაღლება და რატო არ გააკეთებს და რატო არ დაისვენებს და რატო ანუ რომ გონია რომ რადგან იმათ მეტი შესაძლებლობა აქვთ ადარდია რა აქვთ ან რაღაცა მოკლედ ხო იცით სხვისი თვალით სხვანაირად ჩანს და ძალიან ბევრჯერ ყოფილა აი მე მაგალითად ერთხელ ერთ ოჯახზე მქონდა ის რომ აი არ ვიყავი გათხოვილი პატარა ვიყავი ალბათ 17-16 წლის როდესაც მეგონა ოჯახი უიდეალურესი ჩემი გადმოსახედიდანაც და აი რომ ვიგებდი მაგალითად ეს ამან იქ წაიყვანა ამან იქ ის დაასვენა ამანო გათხოვდა და ოქროულში ჩასვა და უბედნიერესი ეს ადამიანი და რაღაცა ძირითადად იყო ქონებაზე აქცენტი გაკეთებული და აუ მეგონა რომ რადგან ეს დიდებისგან SMS მოდა მეგონა რომ ეს იყო ბედნიერება რა და მეგონა რომ მართლა უბედნიერესი იყო და აი რა ვიცი რაღაცა ვარსკვლავზე დაიბადა ეს ადამიანი რომ ამ ოჯახში მოხვდა და რა ვიცი მაგრამ გავიდა წლები და ის ოქრო ვერცხლი ის ოქროულობა და ბრილიანტობა არავის არ სჭირდებოდა ისეთ დღეში აკეთებდნენ იმ გოგოს ხო და აი შორიდან ძალიან სხვანაირად ჩანს ხოლმე ყველაფერი შეიძლება მე სხვანაირად აღვიქვი ყველაფერი მაგრამ მე რაც დავინახე მე ვიკითხე რომ ამას რა ჭირს ეს მეჩვენება თუ ესეა და იცი რა იმათზე ახლობელმა ადამიანებმა რომ ის დამიდასტურეს ძალიან გული მეტკინა ამ ადამიანის გამო არ უნდა იყოს ესე როდესაც გაქვს ოჯახი როდესაც შენ ცოლს ეღიმება ეცინება და ხედავ რომ ის თვალებში არის რაღაც სიცოცხლე ეს რატო უნდა მოკლა თუ გიყვარს ის შენი ცოლი რატო უნდა მოკლა იმ გაგებით რომ ჩააქრო აი სულ დაუკარგო გაღიმების ხუმრობის ელემენტარული შენ ცოლთან ერთად რომ გახვალ სადმე შენს ახლობლებთან შენს სადღაცას ხო წახვალ შენ ცოლთან ერთად ხო და ამ დროს რომ აი უბრალოდ ტანსაცმელი აცვია და მორჩა უბრალოდ რომ აი არც შეჭამს არც დალევს არც ილაპარაკებს აი მითხარით ახლა რატო უნდა გინდოდეს შენი საყვარელი ადამიანის ასე განადგურება რატო არსებობენ ესეთი ფსიქოპატი ხალხი როდესაც შეუძლიათ ვითომ სიყვარულით განადგუროს მეორე არ მესმის მაგრამ სამწუხარო ძალიან ბევრი არიან ეგეთები ძალიან ბევრი აი ხო მინახი ამდენი ხნის მანძილზე ვიღაცა შეცვლილი ვიღაცა წლების სხვანაირი ხა ყველა ეცია მეც ესე ვარ ის მაგრამ მე აქ ფიზიკურობაზე არ ვამბობ ფიზიკურად ისევ ის ადამიანი იყო რაც იყო უბრალოდ სახეზე ეტყობოდა რომ ემოციები აღარ ქონა ნული იყო ყველაფერი დაი ძალიან გამებრაზა რა დაი იმაზე ქმარზე
როგორ კაი თუ გიყვარს რატო აქრობ, თუ ვერ ვედავს რომ შენგან წავიდეს, ესე იგი იმიტომ რომ შენი ეშინია და თლად საშიში ხარ და თლად რაღაცა არ ვიცი. და სამწუხარო ძალიან ბევრია მსგავსი შემთხვევები რა, ძალიან ბევრი. თუნდაც აგერ რამდენიმე ხნის წინ იყო და ეს რაღაცა ბოლო 2-3 წელი არის სუგესმის სოციალურ ქსელით და ტელევიზიით რომ ვიღაცა მოკლა ეჭვიანობის ნიადაგზე, ვიღაცამ ყოფილი, ვიღაცამ რაღაცა მოკლეთ. და ძალიან საშინელება არის. ძალიან საშინელება უნდა. როდესაც თენდება და კაი ხო როდგები მე შეიძლება გეზარებოდეს ადგომ აუშერი, ახლა ბავშვებს აჭამე, ახლა რაღაცა როგორ მეზარება, ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა და ეგ ჩვეულებრივი ერთგვარი უხასიათობა ის, რომ გეზარება თორე. მე ვამბობ სხვა რაღაცას, აი რომ თენდება და ადამიანს რო გათენება არ უნდა, ეგ არის ძალიან საშინელება. ძალიან საშინელებაა, რომ ამ ადამიანმა ამ ყველაფერს გაუძლოს და ძალიან ცუდია, რომ ძალიან ბევრი ხალხია კიდე ასეთ წნეხის ქვეშ. კიდევაც ვამბობ, ძალიან სისულელია ხა ის, რომ ადამიანი ადგე და ერთი ხელის მოსმით ოჯახი დაანგრიო და რაღაცა გააკეთო, მაგრამ მე მგონი არ არის ლამაზი და არ იქნება ნორმალური ის, რომ შენ საკუთარი თავი შეწირო იმ ურთიერთობას, რომელთანაც ბედნიერი არავინ არ იქნება და პირველ რიგში შვილები გაუბედურდებიან. არავინ არავის გამო ესეთ სიტუაციაში არ უნდა შეწიროს თავი. არ შვილების გამო. შვილების გამო ოჯახი შეინარჩუნო და შვილები ამყოფო რაღაცა უბედურობაში, ეს ოჯახი არ არის. ძალიან იმას ვამბობ ხო, რომ ერთი ხელის მოსმით ოჯახი არ უნდა დაინგრეს და რა სისულელი ამ ოჯახი, იმიტომ იქნება, რომ ის უნდა იყოს მყარი, ის უნდა იყოს ბოლომდე. მაგრამ როდესაც აი ესე ტოქსიკურად, აი ესეთი განადგურება ხდება ფსიქოლოგიურად და რავი ყველანაირად უნდა ჰქონდეს ძალა ალბათ ადამიანს, რომ გადადგა რაღაცა ნაბიჯი. ამ ყველაფერს კიდე ის ემატება, რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე უნდა იფიქრო. თუნდაც ის, რომ საწახვიდე, თუნდაც ის, რომ გვერდში ვინ დაგიდგება, თუნდაც ის, რომ ბავშვები ყავს და ისინი სარჩენები არიან. ანუ რა ძალიან ბევრი რაღაცაა და ძალიან ძნელი ესე შორიდან ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც იმას ვამბობ, რომ ცხოვრება ისედაც ხან მოკლეა და არავინ არ უნდა შეწიროს თავი. გაწიროს კი არა, შეწიროს. რა ვიცი, მე ესე მგონია, თქვენ აზრსაც დააფიქსირებთ, რა თქმა უნდა. უბრალოდ მართლა შოკში ვიყავი, ადამიანი, რომელიც გიყვარს, რომელიც შენია, რომელიც შენი შვილების დედაა და ამ დროს გაანადგურე, ჩააქრე და რა ვიცი. ძალიან აღარ გავაგრძელებ vlogs. 28 წუთი მიგაგანია. მე ხო უბრალოდ ვნახოთ რა შედეგია. გაახმო, როგორ არ გაახმო. უბრალოდ სველთმაზე მე მგონი სველი ერი და ამას ვერ ვიზავ, ვერ ნახავ თუ სარკეში არ ჩავიხედე. ნახოთ აბა. რაღაცა? არაფერც არ აქვს. იგივე რაც მქონდა. ალბათ თქვენ დამიწერეთ რა, იცი რა მინდა, ის სველი ეფექტი რო გქონდეს, ხო ხვდებით? ეგ მინდა, თურქეთისთვის მინდა, ეხა კი არ მინდა. ანუ რა პროდუქტი შეიძლება რომ ვიყიდო რა? არა და ვიცი რომ რაღაცა ეგეთი არსებობს, რომ აი თუნდაც ნესტიან თმაზე რო დაიტან და რაღაცა და რო შრება. იერი გაქვს რომ ესეთი სველია, მინახია სვის თმაზე, მაგრამ ეხა არ ამისულა და არ მიკითხე, მაშინ არ მაინტერესებს. ეხა რატომღაც მინდა რომ იქ წავიღო. და თან აი, როდესაც ნესტიანია ჩემი თმა და ვიზუალურად ძალიან მომწონს, როდესაც
სანამ გაშრება რა ესე და მე რო გაშრება ხო და მინდა რომ რაღაცა ეგეთი ის აქვს. თუ რამე იცით, მსგავსი პროდუქტი დამიწერეთ. ოღონდ თირკმლის ფასი ვარ გიგდეს ისე, ხო? წავედი ხო დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. საქმეები. ეზარება, მაგრამ თავარია მზეა. ზამთარში მზე ჩემი მაცოცხლებელი ენერგია. აბა ჰე, დროებით. ეხლა გავიკეთე ფიონის ნაოჩნიკებს და ესა. დავალაგებ სახლს. აბა ჰე.